საღამოშვიდობისა ბადისამთავრობო მაყურებლობა ეთერშია გადაცემა საუბარი მოწყობთან. ჩვენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი. დაგლოცებთ მამა ნიკოლოზ. დაგლოცოთ, თავადაგლოცოთ. დიდი მადლობა მამაო, თქვენს დაგლოცოს მრებთან ერთად მამაო. დიდი ხანია ჩვენ გადაცემაში არ ყოფილხართ. კარგია რომ მობრძანდით, გამეხარდა ყოველთვის მხარია თქვენი მობრძანება. ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი ხართ ჩვენი აკადემიის მამაო და ასე რომ ხშირად გვესტუმრეთ. მამა ნიკოლოზ, უკვე გადავედით ბოლო კვირაში, ხო, დიდი მარხვის ბოლო კვირაში 40 დღიანი მარხვა ფაქტიურად მთავრდება ლაზარეს მკვლელით აღდგომით და ბრძობით ქრისტეს შესვლა დიდებით იერუსალიმში და შემდეგ იწყება ნების კვირა. მოდი დავიწყოთ კვირის სახარებით დღევანდელი დღის და საერთოდ მე ხარების დღესასწაულსაც შევეხოთ და ამაზეც ვისაუბროთ. კარგი. ფაქტიურად უკვე დედა ეკლესია ყველა ადამიანს მოგვიწოდებს 40 დღიანი მარხვისაკენ. იმ მარხვისაკენ რა მარხვითაც თვითმაცხოვრმა იმარხულა დედამიწაზე ყოფნის დროს. გავიდა ეს კვირეები ფაქტიურად მეხუთე ვირა არის, რომელიც მარიამ ეგვიპტელის სენების დღე არის. ეს ყველა კვირეება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. ესე იგი, წაკითხული ამ კვირეებში წაკითხული სახარებებს თანდათანობით მივყავართ იმ ნების დღეებზე, რავნებას მაცხოვრმა წოთისუფერში მოსვლის შამს განიცადა ვისთვის? ყოველი ჩვენთაგანისათვის. და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს უფალი გვამზადებს ამ დღეების შესახვედრად და მისაღებად და გასაგებად ისე, როგორც ამას ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანი უნდა გებულოდეს და მე ხა შევეცდები, რომ ეს სახარება განმარტო, როგორც ამას საეკლესიო მამები განმარტავენ. ზემოკვირის სახარება. როდესაც უკვე ფაქტიურად მაცხოვარი მოდის და შევიდეს იერუსალიმში, შესვლა და მოციქულები რა თქმა უნდა მასთან ერთად იყვნენ და ეუბნება, რომ უკვე დგება მოდის დრო და ჟამი, რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს კაცთა ხელში. და რას ეუბნება, რომ მას შეურაცხყოფას მიაყენებენ, სოლშოლტისმენ, გვევენ, შეჰნერწყავენ და ფაქტურად ამის შემდეგ ჯვარზე გააკრავენ მას. და შემდეგ მესამეს დღეს აღდგება იქ. ეხლა მოციქულები, რომლებიც მაცხოვრის გვერდით იყვნენ ყოველთვის და უამრავი სასწაულის ხილვის მოწვენი იყვნენ, მიუხედავად ამისა, ესე იგი მოციქულებისათვის უფლის საუბარი გასაგები არ იყო. ეხლა რა მხრივ არ იყო გასაგები? და თან რა მომენტი არის? ესე იგი აქ საუბარი არის ორ მოციქულზე შემდგომში, რომლებიც ეუბნებიან მაცხოვარს, რომ როდესაცო დაждდებიო დიდების აღზევაზე, ფაქტურად ნება მოგვეცი, რომ ერთი მარჯვენი დავშლე და მეორე მარცხენითო. მათე სახარებაში არის იგივე საკითხზე საუბარი და მაშინ ესე იგი მოციქულების იაკობს და იოანეს დედამივა მაცხოვართან ათხოვნით, რომ თავის შვილებისთვის გამოიყო, ასე რომ ვთქვათ, ადგილი მარჯვენით და მარცხენით. და ამას სხვა მოციქულები რო დაინახავენ, რა თქმა უნდა, პირადოსობაში დააყენებია ესე იგი. რა თქმა უნდა, რო დაინახავენ სხვა მოციქულები, რა თქმა უნდა, გაუჯარდებიან ამ მოციქულს. და ეხლა ფაქტიურად რაც ხდებოდა, თქვათ, რეალურად მოციქულებში, ეხლა თანამედროვე ცხოვრებაში რო გადმოვიტანოთ, როგორ შეიძლება, თქვათ, შევხედოთ ამ საკითხს. ესე იგი, ის გზა, ეკლიანი გზა, რომელიც უძღვის წინ მაცხოვრის
ჯვარცმას და მის უკრედით აღდგომას და დიდების წავზე დაждდომას. ესე იგი, მოციქულები თქვა ამას კი არ ხედავენ, თქვა რა გზა არის გასავლელი, რომ იქამდე მივიდეს. ადამიანი პირდაპირ მოინდომეს მარჯვენით ერთმა და მარცხენით მეორემ დაждდომა. ესე იგი, ფაქტურად ეს ჩვენას გვეუბნება, რომ ჩვენ ეკლესიაში ვართ, გვესმის ღვთის სიტყვა. მაგრამ ღვთის სიტყვა, ნახეთ, ფინალი. პირდაპირ გვინდა, მაგალითად, მტრეთით აღდომ, რა თქმა უნდა, მტრეთით აღდომი მაცხოვრის გვერდით ვიყოთ ჩვენ, მაგრამ იქამდე რომ მივიდეთ, რამხელა გზა არის გასავლელი. ღვაწლი არ გვინდა, ეს შრომა არ გვინდა. აი, სწორედ მაგაზე არის საუბარი. ესე იგი, ჩვენ გვინდა იმ გზის გავლის გარეშე მივიდეთ იქამდე. და ნახეთ, ხა მე მახსენდება, თქვათ, წუნაწერილის დაბადების პირველი თავები, როდესაც მაცხოვარმა დაადგინა ადამიანის სამოთხეში და ადამიანს მისა მიაქცევინა ყურადღება ორ ხეზე. ერთი ხე, რომელიც იყო ხე ცნობადი კეთილისა და ბოროტისა და მეორე სიცოცხლის ხე. და ფაქტიურად ადამიანს რომელიც უფალმა დაბადა თავის ხატად უნდა განევლო გზა განმხრთობისა. ანუ ნაყოფის არ მიღებით, ნაყოფი რო არ ანუ ჟული აღასრულო მორჩილება არის საჭირო. მორჩილება თუ რა იმას ვერ გააკეთებ. ამ ნაყოფის არ მიღების მორჩილების გზით უნდა მოხდეს ადამიანის განმხრთობა, განსულიერება. და ნახეთ, ბოროტი როგორ იჭერს ადამიანს. ესე იგი, ფინალი იგივე უთხრა ეშმაკმა ადამიანს. რომ თუ კი მიიღებო ამ ნაყოფსო, შეიქმნები ღმერთი ყოველივე შემცნობელი. და ფაქტიურად, როდესაც უკვე ადამიანი დადგება არჩევანის წინაშე, ადამიანი პირდაპირ თუ კი მე ამ ნაყოფის მიღებით შევიქნები ღმერთი ყოველივე შემცნობელი, რა საჭირო არის იმ ხანგრძლივი გზის გავლა, ხო, რომელიც დამგზაზე წვალ, რომელიც ფაქტიურად უფალმა მომცა. ამის მიღებით გავაკეთე. ესე იგი, ფაქტურად, ამიტომ ერთი ხელის გაწვდომით მოიდომა, თქვათ, განმხრთობა ადამიანო და სწორედ სამწუხაროდ ასე ვარ ჩვენ სულმოკლეები ადამიანის წოდისოფელში. ესე იგი, იმ გზის გავლის გარეშე გვინდა უფლამდე მისვლა. უშრომელად, ასე რომ ვთქვა და უწვალებლად. და უნდა ვიცოდეთ, ქრისტემ რომელმაც განვლო გზა, ამ გზის გავლა ადამიანს მოუწევს გვიწევს წოდისოფელში. და სწორედ, ნახეთ, პირველი კვირა, მეორე კვირა, მესამე კვირა, როდესაც იყო ჯვრის თაყვანისმცემლის კვირა, იქ რაზე იყო საუბარი, რომ რომელმა არა უარყო საკუთარ თავი, არა იყო ჯვარი და შემედგეს მე ჩემი ღირსი არ არისო. სწორედ, საკუთარი თავის უარყოფა, რომელიც ძალზე რთულია და ძალზე ძნელია. ეგ იმამა რო განუმარტოთ ახლა ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ხო, საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს იმას, კი ბატონო, კარგი, თქვენ მაგით მოbrunდეთ. საკუთარი თავის ადამიანი ელემენტარულად ეგ რას ნიშნავს? კი ბატონო, ადამიანი ელემენტარულად საკუთარ თავს ვერ უარყოფს, ეხლა რატო? იმიტომ რომ მოციქული გონა პირდაპირ ყველა ადამიანს უყვარს საკუთარ თავი და ზრდის და ფუფუნებს მას. ამიტომ ფაქტიურად შენ რო უარყო საკუთარი თავი, შენში უნდა დაინახო უარყოფითი. და თუ კი უარყოფითის დანახვა შენ არ გინდა, საკუთარ თავს ვერას ვერ უარყოფ. და შენ უკვე შენი უარყოფითი, ასე რომ ვთქვათ, თვალთახედვით, იმ თვალთახედვით, რომელიც გაშორებს შენ ღმერთს და ფაქტიურად არასწორი, არაჯანსაღი ცხოვრების წესით გაცხოვრებს, როდესაც ამას შეხედავ, მიდიხარ არასწორად, მერე დაინახავ, რომ შენ თავს სად ვიყავ. ამ წუთისოფლის მორებში როგორ გითხრებს თანდათან და თანდათან. და როდესაც უკვე ფაქტურად ამას დაინახავ, ამის შემდეგ და დაინახავ საუფლო გზას, ის გზა, ის სამეუფლო გზა, რომელსაც უნდა ვიაროთ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანება, როდესაც დავინახავ, ამას უფალი მოგვიწოდოს, რომ უარყავი. რატო უნდა უარყო? იმიტომ რომ შენ საკუთარი თავით არაფერი არ ძალგიც. უკვე შენ იმდენად შეგმოსა, ისე ღრმა შესამოსელი ჩაგვასვა, თქვა, ცოდვის შესამოსელი ჩეგმოსა დაცემულმა ბოროტმა, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანს რა გონია. რომ მაგალითად ბოროტი თქვა დაცემული ანგელოზი არ არსებობს. და მისი ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ ადამიანებს დააჯერა, რომ ის არ არსებობს. როგორ არ არსებობს, ჩვეულებრივად არსებობს, ვისაც გჯერა ღვთის არსებობის, უნდა გჯეროდეს უფლის დაცემული ანგელოზი.
აი ბევრი ამბობს, აბა სად არის ეშმაკი და მე ასეთი ერთი ახსნა ასეთი მივეცი მაგათ კიდე სად გინახავთ მე ვთხარი თოგზე გამობული სახედარი საქონელი მიყვება პატრონს და მან იმას ცემოს სახედარს საქონელს აი რო არ წაყვება მაშინ ურტყამს თქო და როცა ჩვენ მივყვებით ეშმაკს და მისი ცხოვრები ცხოვრობ და მისი აზრები ვცხოვრობთ რატო დაგვენახება რა თქმა უნდა და უბრალოდ ნახეთ რანაირი მომენტია როდესაც უკვე ადამიანი იწყებს ეკლესიური ცხოვრების წესს როცა ეკლესიური ცხოვრების წესს ცხოვრებას და ხედავს რომ უკვე არ მიყვება მას და უკვე შემოbrunდა და დააბრძო ჭეშმარიტ გზას მაშინ ლოცვის დროს წამოვა თასახი ბრძოლებ თუ კი რაიმე უკეთებია არასორი არიან ყველაფერი თავში მოდის და მოდის რომ ადამიანმა არ ილოცოს და ღვთის მიმართ არ გამოიჩინოს თქვა ის გულისხმიერება რა გულისხმიერებაც ლოცვის დროს არის აუცილებლად საჭირო გადაწყვეტა მარხვის დაცვა თქვა 20 პარასკევს არა მაშინ ვიღაცას სტუმარმა რაღაცა შეიქმნება ესეთი სიტუაცია ოჯახში რომ მაგალითად ეს დაარღვიოს მე დააბკოლოს აშკარად გამოჩნდება ეს არ არსებობს რო არ გამოჩნდეს ამიტომ როდესაც ჩვენ უკვე წუთის სოფლის ფონზე საკუთარი თავის დანახვა არ ძალგვიც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დანახვა უნდა შევძლოთ ჯულის ფონზე იმიტომ რომ წუთის სოფელი რომელიც თავისი მენტალობით მოსავს ადამიანებს ფაქტურად ის რაც ტონალობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ჯულის ფონზე მომოგდენლებელი ცოდვები შეიძლება იყოს ამიტომ როდესაც ჩვენ ვიხილავთ გავატარებთ ესე რომ ვთქვათ საკუთარ თავს ამ პრიზმაში რასაც ჟული ქვია დოფლის მიერ ბოძობილი რომელსაც დრო და გარემო არ მოქმედებს რომელიც დროის მიღმა სამყარონარად ჩვენთვის მოცემული და ბოძებული რისთვის რომ სწორედ იმ სამყაროს თანამონაწილე გავხდეთ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამან ფაქტურად უნდა მოხდეს ეკლესიაში ჩვენი ფერიცვალება თქმა უნდა ხო დიახ ხა აი ის ძველი კაცი უნდა დაეცეს და წამოდგეს ახალი დიახ მაგალითად თაბორის ნათელზე როდესაც იყო საუბარი და რაღაცა რო არის გრიგოლ პალამას ხსენებას და რო არის თქვა თაბორის ნათელი სწორედ მაგსაგებს ითვალისწინებს და სწორედ როდესაც ნახეთ უკაცრავად მივუბრუნდეთ ამას გავინახავთ და სწორედ მაშინ შევძლოთ საკუთარ თავის უარყოფას როდესაც ფაქტურად საკუთარ დავინახავთ გაცილებით უარყოფის მეც ვიდრე დადების სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ადამიანი უარყოს საკუთარ თავთან ესე გამორიცხულია რო უარყოს ამიტომ არის მე უკვე ნახეთ მოდიში რანაირი მომენტი დგება უკვე ადამიანები ყალ ფსევდოსულიერებაში ვარდებით. როდესაც საკუთარ თავს არ უარყოფ. ესე იგი, არ აიღებს შენ ჯვარს და არ შევდები ქრისტეს. ესე იგი, ამის გარეშე ცხოვრობთ ზედაპირული ქრისტიანები გამოდივართ. ამიტომ სწორედ ეს ის ფსევდოსულიერება, სწორედ ეს ის ფსევდო დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი, რაც საერთოდ გვაშორებს უფალს. მაგრამ უნია რომ თქვათ ვართ მერთან, მაგრამ სინამდვილეში მერთან კი არა ვართ ადამიანები, არამედ იმ კერპთან, რომელსაც ტახტი ყოველ ჩვენდაგანი უდგამ ტახტს იმ საკუთარი ნებით რანებითაც, ესე იგი ადამიანი ემორჩილება არა ჟულს, არამედ სწორედ იმ წუთის სოფლის სწავლამოძღვრებას, რაც კიდევ უფრო მეტად გვაშორებს უფალს. ნიკოლოზ, აი თქვენ რასაც ამბობთ ახლა ნამდვილად ჭეშმარიტება, გეთანხმებით, ჩვენ ხო გულები ვარ და ყველამ ვიცით აღსარებაც, მრევლიც ხო და აი ფაქტურად კაცი აღსარებაში უნდა შეიცვალოს, ხო სწორია, თავიდან იწყებს თავის ქებით და მერე უკვე უნდა დაიწყოს ცოდვების წინა პლანზე წამოღებით, რომ მამაო მე ეს ასე და როცა ადამიანი არას თქვენ ბრძანეთ, ამას ვერ შეიგრძნობს, იგი აღსარებაშიც ვერ იქნება სწორი და მართალი. უკვე აღსარებაც მისი ზედაპირული იქნება. დიახ, ხო ესე თქვენ რასაც ამბობთ, ხო საიდუმლოება არის სინანული, რომელიც აღსარებაში უნდა გამოიხატოს და ადამიანი თუ კი არ ნანობს საკუთარ ცოდვებს, თუ არ დაინახავს როგორც თქვენ ბრძანეთ მის თავს, ადამიანი თუ კი არ ნანობს და თუ კი არ დაინახა საკუთარი თავი, როგორ ექნება სინანული თუ კი ცოდვები არ დაინახა. დიახ, სინანული არ ექნება, თუ კი არ ნანობს, საიდუმლოება არ აღსრულდება. საიდუმლოება აღსრულდება, მაგრამ აუცილებელი პირობა არის, რომ აღსარებელს გააჩნდეს სინანული. როცა ნანობს და როცა გათავისუფლებს რომ მისი ცოდვით ცოდავს არა მარტო ის საკუთარი თავის წინაშე, არამედ მოყვას ის წინაშე და ღვთის წინაშე როცა ამას გაითავისუფლებს ადამიანი კარგად, რომ ის მარტო არ ეკუთვნის საკუთარ თავს. ისი არაჯანსაღი ცხოვრების წესი სხვაზეც უარყოფითად
არაჯანსაღად რატყობითად მოხდა. რა თქმა უნდა, მოქმედებს ყველა ადამიანის ოჯახშიც გარეთ ერთმანეთის ცხოვრების წესი მოქმედებს ერთმანეთზე ანდადებითად, ან უარყოფითად. ამიტომ როცა არ გააჩნია და ისე მოდის, თქვა და უკვე გააჩნია პრეტენზია ადამიანს ქრისტიანობაზე და ეკლესიური ცხოვრების წესზე და ითხოვს თუ გინდა თუ არა, თქვა მაზიარე. მოდი გინდა თუ არა, მოდი და გინდა თუ არა, მაზიარე თუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩავთვალოთ ჩაკეტილი წრეზე ხდება მოძრაობა ადამიანის. რასაც აკეთებს, თუ კი არ შეინანა, შეიძლება როგორიც იყო იმაზე ვარესი გახდეს კიდე ადამიანი. ეს ყველაზე ცუდი რაც არის და ამის გაგება ცოტა თანამედროვე საზოგადოებაში გვიჭირს, იმიტომ რომ ყველაფერი სიმარტივისაკენ მიდის, როგორაც მე მეჩვენება, როგორაც ბოლო ჯამზე როგორც იქნება, ზუსტად იქეთ მივიდივართ. დიდება ღირს ახლა მე კონკრეტულად ახლა მაღაზია არ შემელია თქვა. ხო, არა, გაიოლებული უნდა ყველაფერი. აი რა თქვენთვის თავიდან რომ ასე გზელგზაზე რატოვია რომ მოგლეთი გადავალ. რა თქმა არ და ქრისტემ გამო ყოველი ქრისტიანის გზა. და ამის გარეშე არ შეიძლება. არ არსებობს სხვა მოკლეგზა. სხვა მოკლეგზა, როდესაც თქვა ასწავლა დაცემულ ანგელოზმა ადამსა და გაიშვრა ხელი და მოიდომა პირდაპირ გამწვავას, სხვა მოკლეგზამ საქამდე მიგვიყვანა, ეს უკვე ფაქტი არა და ამას ხედავთ. და ამიტომ ეს არის ერთადერთი ის გზა, რაზეც უნდა გამდოს ყოველმა ქრისტიანმა. და შეიძლება გავაგრძელოთ ხო შემდეგ ესე იგი. კარგი, ის საკუთარ თავის უარყოფაზე გასაგები. ახლა ჩვენ ისევ ამ სახერებას მოუბრუნდეთ. დიახ. ხო ეს ჯვარის აღება და შედგომა ღვთის ეს წინაკვირეების რაღაც იყო და ეს დიახ. კლამაზე არ გვინდა და ნახეთ და სწორედ ეს მოციქულები როდესაც მიდიან იმას კი არ აქცევენ ყურადღებას რომ რის შემდეგ ხდება თქვა დიდების ტახტზე დაჯდომა. ამიტომ პირდაპირ დიდების ტახტზე დაჯდომა უნდათ ტახტზე ჯდომარი მაცხოვრის მარჯვენით და მარცხენით იგივე შეცდომის გამეორება უნდა. აქვთ სურვილი რომ დაჯდნენ. ეხლა ნახეთ სამი მოციქული, რომელიც უფლისაგან იყო გამორჩეული: პეტრე, იაკობი და იოანე. ეხლა როდესაც 12 მოციქული იყო და მაცხოვარი ამ მოციქულებს ირჩევდა, შეიძლება ზოგიერთ მოციქულს დანარჩენს რაღაცა გულისწყეთა ქონოდა რაღაც, მაგრამ რადგან მაცხოვარი ირჩევდა და მაცხოვარს მიყავდა ისინი, გაჩერებულები იყვნენ. მაგრამ როდესაც უკვე შეხედეს, რომ თვითონ ესენი მიდიან მაცხოვართან და ეუბნებიან, რომ თქვა ერთი მარჯვენით დაგვაჯიდეთ და მეორე მარცხნითო, ამის გამო რა თქმა უნდა გაუნაწყენდებიან თქო და ამას წინაწელი გვეუბნება პირდაპირ რომ თქვა მათი მოთხოვნა არ მოეწონათ და სწორედ ამიტომ ეუბნება მაცხოვრი რომ შესვამთო კი თქვენ იმ სასმელსო აი მოციქულს რომელსაც მე ვსვამ და ნათლისღებას რომელსაც მე ნათელი ვიღო თქვენ ნათლისღებას და მოციქულები ეუბნებიან ამას შევძლებთ და რას ნიშნავს ეს ესე იგი, სასმელიც და ნათლისღებაც, რასაც მაცხოვარი ამბობს, ეს მიმანიშნებელი არის მაცხოვრის ჯვრის. სწორედ სასმელი, ეს სასმელი, რომელიც უნდა შეესვა მაცხოვარს, ამ სასმელში რა იყო? მისი შეურაცხყოფა, მისი გვემა, მისი ნერწვა, მისი ყოველმხრივ დამცირება. და სწორედ ეს ჩაშა, აი ეს თასი შეივსო აღივსო ამით ყოველივეთი და ეს სასმელი ადგა შესვა მაცხოვარმა. თან ნახეთ ყოველივე გადადგმული მაცხოვრის ნაბიჯი იყო მისი დებით. დიახ. წინას რა უწოდო, რომ ზეკაცის უნდა მიეცეს კასახეს, რომ სტანჯო, გვემონ. ვარზე გილატესაც ხოვეუნება, როცა გეუნება, მე არ მეუნები. ეს მთავარი დამნაშველოვანი არის, რომ ჯვარცმა რო იყო ნებით, როდესაც ამას ყოველივე სიხილავდნენ ეს ადამიანები, ეს მოციქულები. ამაში მაცხოვრის სიტყვები უნდა გახსენებოდათ, რომ ნებით იყო ჯვარცმა და აუცილებლად ესე იგი ფაქტიურად მაცხოვარს კი ქონდა, რომ უცებ ჩაწვდომოდა თქვა ამ საიდუმლოების განგებულებას, მაგრამ მოციქულები როლებიც ძალიან ბევრ რაღაცას ხედავდნენ მაცხოვრის გვერდით. ფაქტიურად ჯერ ამის დასატევად არ იყვნენ მზად. და რას ეუბნება მოციქულებს შემდეგ, როდესაც თაბორისთან ბრუნდება, ესეც ამ მარხვაში ძალიან დატვირთული არის ყოველი სახარება ყოველი სიტყვას თავისი ნიშნულობა აქვს და დატვირთვა გააჩნია, მაგრამ როდესაც ვერ განკურნებენ ბოროტად ცნეულა და ბავშვს, რას ეუბნება, რომ
ბოროტი მოდმა კაცთან ათასავისა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ეს რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, ესე იგი ლოცვა და მარხვა. და ნახეთ ახლა ის მიუბრუნდეთ იმას ის სასვისი რომელიცაც შესვეს სავსე არის ამითი. ისი განვილი გზით და ნათლისღების წყალი როდესაც ამბობს რა არის? სწორედ ეს არის ის ჯვარი სასვისთან ერთად, რომელზეც შემშვალა უფალმა ადამიანური კაცობრიობის ცოდვა. და სწორედ ეს ცოდვა მთლიანად კაცობრიობისა თვითონ როგორც ადამიანმაც ხო განიცადა ეს ცოდვა ყოველივ გაიარა თქვა გავლო და იტვირთა საკუთარ თავს ეს შესვა ჯვარს და სწორედ ხიზელით რითაც მოხდა კაცობრიობის ცოდვასაცემად ხიზელზევე მოხდა თქვა ამ ცოდვისაგან გამოხსნა კაცობრიობისა და სწორედ ესე იგი ფაქტურად ნათლისღება ეს არის ის რის საიდანაც როდესაც მოინათლება ადამიანი ნათლისღების ემბაზიდან გამოდის განწმენდილი და როგორც ცხოვრებულმა ჯარმა განსმინდა კაცობრიობა თქვა ამ დემონური მანქანებისაგან ადამიანური ცოდვისაგან აი ასევე ფაქტურად ამის შემდეგ ნათლისღება კაცობრიობას წვენს და მოციქულებს რა ეგონათ ნახეთ როდესაც მაგალითად ადამიანის სასმელი რა იყო როგორ ეგონათ როგორ მარტივად ეგონათ ყველაფერი მაცხოვარი ამბობდა ერთს და მაგათ ეგონათ მეორე და მაგათ რა ეგონათ ესე იგი როდესაც უნდა თუგენთ საჭმელად უნდა დამჯდარიყვნენ რაღაცა უნდა განბანილიყვნენ უნდა დაბანილიყვნენ ხელები დაებანათ რაღაცა და შემდეგ უნდა მიიღოს საჭმელად და ამიტომ განბანა ესე იგი ნათლისღება ებოდათ ის განბანა რა რიტუალსაც ასრულებდნენ ისე თქვათ ჭამის წინ ხედავთ რა რაღაცა არის და ეს ძალზე ცოტა ისეთი მდგომარეობა იყო რა მდგომარეობას გარკვეულწილად თანდათანობით ადამიანებს ვერ იტევდნენ ღვთის სიტყვას ამიტომ ასე არის ესე იგი დღესაც შეიძლება თუგინდ სასვისთან დაკავშირებითაც ანალოგიური არის. თუგინდ აგერ დღეს სახარება გვიქადაგებს, გვეუნება, გვასწავლის ვართ ადამიანები და ყველას ესე იგი ფაქტურად სხვადასხვანაირად ესვის ვინაწერილი სამწუხაროდ. არა და უნდა გვესმოდეს ისე, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს ისე, როგორც ამას ჟული ითვალისწინებს. ესე იგი, მიმღებლობა არის მთავარი და მიმღებლობა რო იყოს, რო გქონდეს სწორი მიმღებლობა, ამიტომ არის აუცილებელი უარყო საკუთარი თავი აღიღო ჯვარი და შეუდგა ღმერთს თორე რას გვეუბნება წვრთელი რა არის ადამიანის თუ კი რას მოიგებს ადამიანი თუ თელ სოფელ წუთის სოფელ შეიძენსო და საკუთარ სულს იზღოსო რა იმისეს კაცვან ასვათ სულისათვისო და შემდეგ მამალეგლოს აი რამხელა და მებოდიში რომ გაწყვეტებთ აი პეტრე მოციქულს რომ ეუბნება როცა აი რას თქვენ ბრძანეთ ჩამოყობა აიღოს უარყოს თავისთვის აიღოს ჯვარი შემოვიდგეს მე და მე ჯვარზე გამაკრავენ და აი რას თქვენს თქვით და ჯვარზე გარდავიცვალოთ ის რეუნება განვარიდოთ და გავიდეთ გვერდზე პეტრე და როგორ შერისხავს გამეჩემგან მაგრამ ესე იგი შენ როგორ რა სიტყვა თვისასაც კი არა სადამ თვისასაც კი არა კაცსაც რახავ და თვისასაც რა თქმა უნდა ესე იგი მე მესვის ადამიანები ვართ ფაქტურად როცა პეტრე მოციქული თვითე ეუბნება რომ ყველამ რო ვარყოს უფალო მე არ ვარყობ შენო ამის ქათმის ხოვამდე სამჯერ ვარყობო და ფაქტურად შემდეგ სუსტად დაემართა ეს არსებობს რომ პეტრე მოციქულის ხატწერაშიც თვალებზე ღარებით ხატავენ ფაქტობრივად იმიტომ რომ ფაქტურად მის შემდეგ ამბობენ ხო ცრემლი არ შეშობია პეტრე მოციქულს თვალზეო და დიდება ღმერთს და შემდეგ ნახეთ მაცხოვარი როგორც ცდილობს რომ ეს მოციქულები მიიყვანოს იქამდე და როდესაც მათ აქვთ რომ შევა იერუსალიმში და როგორც მიწიერი მეფე ისე გამეფდება არა და უფალი მათ მოუწოდებს მათი აზროვნება ამ მიწიერიდან უნდა შეცვალოს და აღიყვანოს ზეციერამდე და პირდაპირ ეგონება რომ ესე იგი ფაქტურად წარმართ ხალხებში როგორ არის წარმართ ხალხებში რომ ძლიერები ეუფლებიან და ბატონებენ სუსტებს არა და ფაქტურად სუს არ შეუძლია მსახუროს ძლიერს ძლიერი უნდა ემსახუროს სუს და სწორედ როგორც წარმართ ხალხებში არის ისე კი არა თქვენთან უნდა იყოსო პირიქით ვიცა თქვენ შორის უნდა პირველყოფაო ის ბოლო უნდა იყოს და ის ყველას მსახური უნდა იყოს და სწორედ ამის
ნათელი გამოხატულება იყო ის, რომ მაცხოვარი მოციქულებს საიდუმლო სეროვისამს თვითონ დაბანს ფეხებს და თვითონვე ახოცავს მას გაუჩალებს ფეხებს და ამით დაანახა რომ ის მოვიდა წოთისოფელში მერტი უფალი მერტკაცი არა რათა ემსახურონ მას არამედ რათა იგი ემსახუროს დასკაცობრიობას და ფაქტურად თანდათანობით მიდივართ ეხეთაკენ და სამწუხაროდ აი ადამიანის ყველაზე ესე იგი ნახეთ ჩვენ კი გვესმის რომ დროში შექმნილი ნებისმიერი ღვთისმშობლება არსება ემსახურება იგი ექონდება რომ თქვათ ცვალებადობა საძროში იქნება და ასეთი მკვეთრი ცვალებადობა ადამიანისა რომლებიც უზახოდნენ მაცხოვარს ოსანას და შემდეგ უკვე ამოყვირია რომ ჯვარზე გააკარიო ნახეთ ეს სწორედ იმ ფსევდოსულიერების გამომხატველია რაზეც ეხლა გქონდა ჩვენ 10 წუთის წინ საუბარი სწორედ იმისა რომ ადამიანო არ უარყო საკუთარი თავი და არ აიღოს მისი ჯვარი და გონია რომ სხვისი ჯვარი უფრო მსუბუქია და უფრო მარტივი სატარებელი იქნება და ამიტომ ყურადღება აქ არა საკუთარ თავის გულის სიღრმეში არ იზრება არამედ უყურებს იმას რომ გონია რომ ის გაცილებით ასე რომ ვთქვათ მარტივი არის და უფალი ვიღაცას უმსუბუქებს და თქვათ ვიღაცას უმძიმებს ჯვარს. აი რატო ხდება ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ და ქრისტე გვასწავლებს სიყვარულს და პატიებას მაგრამ სამწუხაროდ დღესაც ტაძარში ჩვენს სხვისი გამკითხველები უფრობად ვიდებ პატიებლები. არადა თვითომრევლი რომ მოდის ტაძარში მოდის დატვირთული ცოდვები და უნდა რომ მას ღმერთმა აპატიოს, მაგრამ ამ დროს სხვას არ პატიობს. ესე იმას ბოლომდე ვერ აქვს გაცნობიერებული და ზედაპირული ქრისტიანია, ხო? ასე რომ ვთქვათ. დედაკაც რომ მივიყვანებენ მაცხოვარს და ქვები ჩავკოლოთო ჩვენ ჟულის კანონითო, ხო ასე გვაქვსო. მოდი მაშინო იმანესრულეთ ვისაც ცოდვა არ გაქვთ. აი მათ ეყოთ სინდისი. თავისდან ალბათ დანახული ქონდა თავისი უარყოფითი მხარე და ქვები დაყარეს და წავიდნენ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დღეს. აი ესა მრევლი ქვიათ, ტაძარში დადიან, მაგრამ პატიებელები არ არიან. არ პატიობენ. ადამიანს რო დაინახავენ ცოდვაში არ პატიობენ. სულ ვართ განკითხვაში. არადა ნახეთ რანაირი მომენტი არის ესე იგი ამ მარხვაში და განსაკუთრებით ამ მარხვაში ესე იგი როგორი დატვირთული მსახურებები არის ზოგადად და იკითხება რა ეფრემასურის ლოცვა და რას გვეუბნება იგი რომ ეუფალო და მომჭმე განცდა თვის და ცოდვათა და არა განკითხვას ვისაც შემისა თუ კი ადამიანი ესე იგი ამ მარხვაში ვთქვათ ანდრია კერტელი იკითხებოდა სინანულის კანონი ხო არის ფაქტობრივად მოცემული ვთქვათ როგორი სიტყვებია, როგორი სერია. მთელი წმინდა წერილი არის დადებული ხელის გულზე, თქვათ ანდრია კერტელის ახლა დიდი კანონი რო იკითხებოდა, მთლიანად ყველა რო იკითხე ერთიანად. რომელიც თქვათ ერთი კვირის წინ იქნა წაკითხული. სამშაბათ, ხო, ოთხშაბათ დღეს რო იქნა წაკითხული. ესე იგი, ნახეთ რაღაცა რო ამ მარხვას ადამიანებმა როგორ უნდა შევატყოთ და როგორ უნდა მივხვდეთ, როდის აქ ის რომ ჩვენ მარხვამ რაღაცა დონეზე გავზარდა სულიერად. ჩვენ თქვენ სწორი ვზანეთ სახარებ როგორც სახარება გვეუბნება რომ ესე იგი ხვის თვალში ბეცვეზე და საკუთარ თავში დირეს ვერ ხედავ ადამიანი. და ნახეთ შეწირვა თუ გინდაო დადევიო, წადი შეურგილ და მე შეწირვა. ამასაც გვეუბნება. და ნახეთ რანაირი მომენტი არის უკვე როდესაც შენ უკვე ხვის თვალში სანამ ხვის თვალისკენ დაიწყებდი ყურებას საკუთარ თავში დაიწყებდი ხედვას საკუთარ თავში დაინახავდი იმას რაც შენ გაშორებს ღმერთთან სწორდამოკიდებულებას მოხსნა სწორდამოკიდებულებას ჩათვლო რომ მაშინ ამ 40-იანმა მარხვამ შენთვის ტყუილად ჩაიარა. ხო, თუ კი ვერ დაინახავ, ტყუილად ჩაიარა და თუ კი დაინახავ, მაშინ დადებითი არის. რო შენ თავში შენ წინ გადადგმული ნაბიჯი არის. ამიტომ არის თავი გამიშლოვანი რომ ესე იგი არა მარტო თქვა ეს სიტყვები ტრაფერტულად წარმოთქვა და ეს სიტყვები უნდა დადიოდეს ჩვენს გულსა და გონებამდე. და გულსა და გონებამდე თუ კი არ დავიდე ეს სიტყვები, მაშინ ჩავთვალეთ რომ ფაქტურად ჩვენ განვლეთ ეს მარხვა, მაგრამ განვლეთ
ისე ვთქვათ, ქაოტურად და ზედაპირულად, რასაც არ შეუძლია არანაირად მოგვიტანოს დადებითი შედეგი და მიტო არის. მე ვთქვათ, ეკლესიაში ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქმედებითა და საქციელით არაეკლესიურები გამოვიდა. გონები სხვაგან ვართ. მამანი გონას ბოდიში ახლა რეკლამა და შემდეგ გავაგზავნოთ სიბატური. განათლების დაუსრულებელი რეფორმა, რეალობა და არსებული გამოწვევები. 8 აპრილს ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები თამარ ღვინიანიძე, მალვინა შანიძე, ფილოლოგიის დოქტორები როზა დევდარიანი, ლია კუხიანიძე, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურატ ჯიშკარიანი. ყოველ სამშაბათს 19 საათზე საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად. მაწუხებდა წელის დისკის თიაქარი, მქონდა სიარულის გართულება, მქონდა დაბუჟება. მეგობრის რჩევით შევიტყვე, რომ არსებობდა სამედიცინო კლინიკა პეკინის. 2 კურსის შემდეგ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიწვია. მადლობა ამისათვის ჩინელ ექიმებს და სავსებით განიკურნა ჩემი დაავადება. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ექიმ ლინკს. თბილისის ჩინური მედიცინის კლინიკა პეკინი იყენებს აკუპუნქტურას, მასაჟს, ცეცხლით თერაპიას, ვაკუუმ თერაპიას, მოქსოთერაპიას და ჩინურ მცენარეულ ბალახეულ წამლებს სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადებების სამკურნალოდ. პეკინის კლინიკის ექიმმა იანგმა დამინიშნა ტრადიციული მკურნალობა მედიკამენტებით 3 კურსი, რაც ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. და სრულიად გაქრა ფსორიაზი. დიდი მადლობა ექიმია. პეკინის კლინიკა მკურნალობს სხვადასხვა დაავადებებს: რევმატიზმი, ვარიკოზული ვენების გაგანიერება, ხერხემლის მალთაშუა და წელის დისკის თიაქარი. 6 წელიწადია მაწუხებს საშვილოსნოს ყელის სპონდილოზი. დამეწყო თავის ტკივილები, მუხლის ტკივილები, ხელები მიბუჟდებოდა. მოვედი ჩინური მედიცინის კლინიკა პეკინი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩავიტარე აკუპუნქტურა, ჩავიტარე მკურნალობის 2 კურსი, შედარებით უკეთესად ვგრძნობ თავს და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩინელ ექიმ იანგს. ინსულტი, დამბლა, ხელების და ფეხების ტკივილი, დაბუჟება, ბრონქიტი, ასთმა, ნევროლოგია, კუჭნაწლავის დაავადება, პროსტატი, მამრობითი დისფუნქცია, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა, არარეგულარული მენსტრუაცია, თავბრუსხვევა, ხშირი უძილობა, კანის დაავადებები, ფსორიაზი, ვიტილიგო. მაწუხებდა პროსტატიტი. აგრეთვე წელის ტკივილებიც მქონდა და შეკრულობაც. გავიკეთე აკუპუნქტურა. 1 კურსის დამთავრების მერე ყველა სიმპტომი გაქრა. ისევ მოვედი ამ კლინიკაში, რათა დიდი მადლობა უთხრა ჩემ ექიმს. დიდი ხანია გაშიშებული მქონდა მხრები, მაწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა. ჩავიტარე აკუპუნქტურა და მივიღე ჩინური მედიცინის ტაბლეტები. შედეგი ძალიან კმაყოფილი ვარ. მკურნალობის დაწყებიდან 2-დან 3 კურსის შემდეგ მიიღწევა ძალიან კარგი შედეგი. სხვადასხვა სიმპტომები ქრება და მკურნალობის შემდეგ რეციდივი არ ვლინდება. მაღალი მოთხოვნის გამო ევროკრედიტში ავტოსესხზე აქცია 21 აპრილამდე გახანგრძლივდა. დაიმტკიცე 100,000 ლარამდე სესხი რამდენიმე წუთში. ავტომობილის უზრუნველყოფით გაცემის საკომისიოს გარეშე. თვეში ნომინალური 1,95%-დან, ეფექტური 2,9%-დან. შეავსე ონლაინ განაცხადი. მოდი ფილიალში ან დაგვირეკე. მოგრძელდება ჩვენი გადაცემა.
და ფაქტობრივად ჩვენ დროც ამოიწურა და მოდი ასე გავაკეთოთ ახლა ჩვენ დღეს არის ხარების დღესასწაული და მოდი ეს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ვისაუბროთ და დავამთავროთ ამ ჩვენი გადაცემა. კი ბატონო. გილოცავთ, ულოცავს. მადლობა საქართველოს და თელ სამყაროს. კიდე თქვენს გილოცავთ ერთხელ. ამ დიდ დღესასწაულს დიდება ღმერთს. ესე იგი ხარების დღესასწაული 12 დღესასწაულთაგან ერთ-ერთი არის და ამ საკითხთან ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ძალზე ბევრჯერ ქონდა საუბარი თქვათ და უკვე მე მგონი მრევლის უმრავლესობა მიცის რას ნიშნავს და მე აქ ერთი კუთხით მინდა თქვათ ეს ერთი კუთხით წამოვწვიო ეს საკითხი და რაღაც ეხარა ღვთისმშობელს და ფაქტიურად როდის მოხდა აღსრულება ყოველივეს, როდესაც ღვთისმშობელ მარიამმა განაცხადა თანხმობა. და ჩვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა. რომლებიც უშვილო გახდნენ და ღვთისმადლით მიემადლებათ შვილი. სასწაულებრივად თქვათ მისი დამოკიდებულება შვილისადმი და რწმენისადმი რაც რაში გამოვლინდა იმაში რომ ესე იგი როდესაც გახდებოდა 13-14 წლის ებრაელი გოგონა ის აუცილებლად უნდა შემდგომში უკვე წყდებოდა მისი დაქორწინების საკითხი და მან ღვთის წინაშე როგორც გარდამოსვლა მოგვწევს და დაგვთქვა რომ არ უნდა რომ დაქორწინებულიყო და მხოლოდ საკუთარი თავი შეეწირა ღვთისათვის და მისი სიმდაბლე საიდან ჩანს რომ ხა წინასწარმეტყველება მესიის შესახებ ებრაელებში ყველასათვის იყო ცნობილი მთელ ებრაელებში და თქმა უნდა ღვთისმშობელი მარიამისთვისაც მაგრამ ის ვერ აზრობს, ვერ ფიქრობდა და ვერ ბედავდა იმაზე ფიქრს, რომ გამხდარიყო იგი ღვთის დედა. მაგრამ მის ირგვლივ გვერდით და ყველა ქალწულის სურვილი გახდათ ეს, რომ გამხდარიყო ის და ამას აზრათაც კი არ მოდიოდა ასეთი რაღაც. მაგრამ უნდოდა რომ თავისი თავი მიეძღვნა ღვთისათვის. და სწორედ როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზი მოდის და ეუბნება მას და აუწყებს და ახარებს. ნახეთ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც მე მამაკაცი არ ვიცი. ზე არც ქონდა იმ საკითხზე ასეთ რაღაცეებზე ნაფიქრე მას იმდენად შინაგანად ისე გულწრფელი პასუხი, რა თქმა უნდა, გულწრფელი და თავდაბალი ადამიანი იყო. და სწორედ მისმა თავდაბლობამ განაპირობა სწორედ იმ მისი უმაღლეს საფეხურზე აყვანა რასაც საბოლოო ჯამში ღვთისმშობლის უფლის დედად გახდომა ჰქვია. და როდის დაიწყო მსახსოვრება, როდესაც მან ნახეთ მორჩილებით მიიღო ესე და თქვა, მე ყავს მე ნებისებრ ჩვენი სოდომ სწორედ გაბრიელ მთავარანგელოზის ხარ, როდესაც მიიღო მან ამის შემდეგ უფალი უფლის განკაცება ხდება ღვთისმშობელ მარიამში და ნამდვილად ძალიან დიდი დღე არის გონებისათვის, მიუწვდომელი არის ეს ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი არის და ჩვენ ერთ რამე უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეთ ძალიან კარგად რომ ის ბუნებითი წესი რაც არის დადგენილი ამ წოთის სოფელში თქვათ უფლის მიერ უფალს შეუძლია ძალოც ბუნებითი წესის შეცვლა და რაცა ენებოს მას რაცა სურს მას გააკეთებს რასაც გააკეთებს დედამიწას ჩვენ ეს უნდა ვასწავლოთ ეს ყოველთვის ადამიანების სასიკეთოდ არის მიმართული იქ და სწორედ ეს დღე ამ დღით შეიძლება ითქვას რომ ჩაეყარა საფუძველი კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოებას და სწორედ როცა ღვთისმშობელმა განაცხადა თანხმობა თავისი მორჩილებით თავდაბლობით რომ გამხდარიყო იგი
უფლის დედა სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა იგი და ამით ჩვენ ვასწავლის ყველას ეს დღესასწაული თუ რამხელა მნიშვნელობა გააჩნია ადამიანის თავდაბლობას რომ თავდაბლობით შეიძლება მიაღწიო ყოველივეს ამე თუ თვით მაცხოვარიც თავდაბლობით მოვიდა წოთისობელში რომელიც ბაგაჟში მიიწვინა შეიძლება სასახლეში დაბადებული იყო თავდაბლობით გამლო მან თავისი ბავშვობა თავდაბლობით გამლო მან თავისი ომობა თავდაბლობით გამლო მან მთელი თავისი ცხოვრება და სწორედ ამ თავდაბლობამ მისმა განაპირობა თქვა კაცობრიოსათვის იმ უდიდესი საკანძურის მოგვა რასაც წესიურ მამასთან შერიგება ჰქვია და ახლა შეგვაძლებინოს ყველას ამ უდიდესი მეოხის ღვთისმშობლისადმი თქვა ის იმ ერთგულებისა და მორჩილების გამოჩენა რაც კიდევ უფრო მეტად მის საშუალო და სასაშუალებით დაგვაახლოებს ღმერთს. დიდი მადლობა მამაო და ეხლა დავჭერ რამოდენიმე წუთი და მე მინდა მაინც თქვათ მომასწროთ ამ ორ წუთში რომ მაინც დამოძღვროთ აი ბოლოვნების კვირა როგორ უნდა გაატაროს ქრისტიანმა. ბოლოვნების კვირა ხო რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე დღეები არის. ყველაფერი ერთმანეთს სიხარულის, სიყვარული, ნახეთ, გულისკენა. ხარება ხო გლოვის დღეები არის, მაგრამ ღვთისგანგებულებით სიხარული ამ გლოვის დღეებში ხარება, გვახარა, ესე იგი, ახარე ღვთისმშობელ მარიამსაც გვეხარა ამეთი ჩვენ, რომ უკვე კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოებას ჩაეყარა საფუძველი, თქვა, ამ ხარებით. და უკვე ეს ჩვენთვის ნუგეშინისემა არის. და სწორედ ესე იგი ფაქტიურად უკვე რო ვიცით რომ ჩაეყარა საფუძველი მოვიდა მაცხოვარი განკაცებული მან ის გადის იმ გოლგოთის გზას ჩვენს მაცხოვარს უნდა გავყვეთ უკან ეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ტიპიკონურად ესე იგი თუ კი მაგას შევხედავთ ჩვენ ისეთი მძიმე კვირები არის ფაქტიურად უზეთო არის უზეთო ითვალისწინებს ტიპიკონი შაბათ-კვირის გარდა უზეთოს იმას ითვალისწინებს ყოფნას და ნებიშვიდეული ხო საერთოდ ისეთი დღეებია რომ რა თქმა უნდა მაგრამ როგორად შევძლებთ ადამიანები ამას აქვს ნიშნული ზოგი სხეული თივას გავს ზოგი სხეული კინასო ბასილი დიდბრძანებს და ჯანმრთელობიდან გამომდინარე ესე იგი პირში შემოვალი კი არ წარწყობს ადამიანს ხო პირიდან გამომავალია რადგან რას პირიდან გამოდის ესე ის გულიდან მოდის ამიტომ შეიძლება ადამიანმა ფაქტობრივად არ ჭამოს არაფერი მაგრამ როგორც მორიოს ოცამი შეერიან ყოფება, ესე იგი შხამიანი, მისი შხამი კიდევ უფრო მეტი კონცენტრირებული ხდება. და ფაქტობრივად შხამი უფრო კლავს მე. რა თქმა უნდა, უფრო მეტი კონცენტრირებული ხდება და უფრო მეტი ისა მომაკვდინებელი ზალა გააჩნია და ამიტომ თუ კი სულიერი მარხვით არ ფიზიკური ხორცელი მარხვა იმსახურება სულიერ მარხვაში გაძლიერებას. და ესა და ინდივიდუალურად ხდება. ღირსებით უნდა ვეზიაროთ. რა თქმა უნდა და ზიარებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ესე იგი პირველი ჟამის მუშაკი, მესამე ჟამის მუშაკი, მეექვსე, მესამე, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი. მაგრამ ადამიანი, რომელიც ეკლესიის წევრი იყო, ადამიანი, რომელიც თუ კი ვინმე ახალი პიროვნება, რომელიც ეკლესიის შესახებ არაფერი არ იცოდა, თუ კი ბოლო კვირას მოვიდა და თქვა ბზობას საიყიდა და მოვიდა, მოძრომდა და ელაპარაკა და რაღაცა და მან დაიწყო ამ ზის განვლა რაღაცა ნახეთ ეს შეიძლება და თუ კი ადამიანი წლებია დადის ეკლესიაში და მე საერთოდ აღარ მოსულა და აგერ ბოლოს მოვალო და არც იმარხულა არც ხედავს მოძორო ცოტა ისეთი ზერელე დამოკიდებულება გააჩნია და მხოლოდ ზიარება თვით მიზანი არის მისთვის ეს უკვე მოძურის გადასაწყვეტია დაღუპვა არ არის რა თქმა უნდა მოძურის გადასაწყვეტია როგორ არასწორი ზიარება ხო დაღუპვა მამა და დიდი მადლობა მამა ნიკოლოს თქვენთან საუბარი კიდევ ერთ ენაღვნიშნო ყოველთვის საინტერესოა ისე გაიფრინა ამ ერთმა საათმა თითქმის ვერც გავიგებ და მადლობა რომ მობრძანდით ეგეთ მადლობა რომ მადლობა ვიცი დღევანდელი დღე დაღლილი ხართ იმიტომ თან ზეთისხებებია თან წირვები გვაქვს და რომ მაინც მოახერხეთ მობრძანდით მადლობას გიხდით მამაო დაგვლოცეთ კიდევ ერთხელ დაგვლოცოთ ჩვენი ტელემაყურებლები კიდევ ერთხელ მიულოცოთ დღევანდელი დღე და დავამშვიდობოთ მათ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას